მე ცოტა სხვანაირად უნდა მესაუბროთ. მე ეს ვიცი, მაგრამ თქვენთვის იმიტომ ხართ აკაცუკი მენტალიტეტში, ტვინში, არც ასაკი იცით, არც სხვის გამოცდილებას ცემთ პატივს და ტყუილებით ცდილობთ, რომ ახლა ჩვენ აქ ბოდიში და ხო, უზრდელი სახში გეყოლებათ მშობელი და იმას ელაპარაკეთ, მაგრამ ბატონ ვაჟასთან უნდა გადავიდეს სიტყვით კაცრავად შემდეგ უზრდელი სახში გეყოლებათ მდედრობითი სქესის წევრი და იმას ელაპარაკეთ ასე. და იმ სისტემას რა ვუთხარი მე, რომ თქვენ როდესღაც პედაგოგობის უფლება მოგცათ. თქვენ ხართ სამარცხვინო ადამიანი, რომელიც ბავშვთან არ უნდა მიუშვა. თქვენ ხართ საშიში, არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის, არამედ იმ ბავშვებისთვის, ვისთანაც გიმუშავიათ. თქვენ წარმოდგენა არ აგაქვთ სახელმწიფო რა არის. თქვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო საქართველოს ბედი. და აი ასეთ ადამიანს მოვიდა და აქ წუწუნებს, რომ ჯარიმა გადასახდეთ. ამისთვის მოხვედით ხელისუფლებაში და ბედავთ იმ კაცზე ლაპარაკს, რომელმაც თავისი მილიარდები დათმო, თავისი ოჯახის კეთილდღეობა დათმო და მის მეუღლეს თუ ებრძოდით ნაციონალურ მოძრაობას, ეგეც გემახსოვრებათ. ქალს მოუწია გამოსვლა ინტერვიუთი უმძიმეს მომენტში, რომ ჩემ ქმარს თუ მოკლავთ, მე აქ ვარ ცოცხალი და ბრძოლას გავაგრძელებო. აი ეს თქვა ივანიშვილის მეუღლე მაშინ, როდესაც ყველას დასასახიჩრებლად დაგვსდებდნენ. და ამ კაცზე თქვენ ბედავთ ლაპარაკს ასე ხელების ქნევით და წუწუნებთ და ამ ეთერს იყენებთ იმისთვის, რომ ჯარიმამა გადასახდელიო. აქ რას მოდიოდით ნანუკასთან წასულიყავით და გადაგიხდიდათ იმ ჯარიმას.